ქუთაისში აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე პირბადით დაშვება გააპროტესტეს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, პირბადების სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ფილტვებში ახდენს ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირებას და ცევის გაზრდას, რაც ნერვიულობის ფონზე დაახლოებით 50%-ით ამცირებს ადეკვატური აზროვნების შესაძლებლობას. Ცნობიანი აქციის მიზანი არის გაუპროტესტოთ ეროვნული გამოცდების ჩატარება პირბადებით, რადგან პირბადები ხელს უშლის ადეკვატური აზროვნების შესაძლებლობას 50%-ით ამცირებს ჟანგბადის მიღებას ტვინზე და ვფიქრობთ, რომ ეროვნული გამოცდების ჩატარება პირბადებით ჩვენს მომავალს უშლის ხელს. ამბობს აბიტურიენტი ლუი კაცაძე. ჩვენ ვაპროტესტებთ უშუალოდ გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში აბიტურიენტებისათვის რეგულაციას, რომელიც გავალდებული ხარ პირბადით ვიждეთ გამოცდის დროს. ვინაიდან ჩვენ ეს გვიხდის სერიოზულ დისკომფორტს და გვიჭბუდავს რეალურად აზროვნების საშუალებას და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია ეს ამ ფორმატში რომ გამოცდები წეროთ და სასურველ შედეგს მივახცევთ აბიტურიენტებმა. ამბობს აბიტურიენტი ბექა გელაშვილი. აბიტურიენტებს მხარდაჭერა მასწავლებელმა თამარ ციცხვიძემ გამოუცხადა. მაშინ როდესაც გვეუბნებიან რომ პრევენცია არის სოციალური დისტანციის დაცვა და ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ეროვნულ გამოცდებზე, სოციალური დისტანციაც დამცავი ბარიერის, მაშინ რატომ არ უნდა ისურვონ ამ ბავშვებმა მაინტერესებს. მე როგორც მასწავლებელი ჩავთვალე რომ დღეს უნდა ყოფილიყავი ზუსტად ამ მომავალი თაობის გვერდით, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა შექმნას. აბიტურიენტები პირბადების საგამოცდო პროცესში მოხსნის მოთხოვნით განათლების სამინისტროს და შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წერილს გაუგზავნიან. ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოცდებისათვის მითითებები გამოსცა, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტებს მუდმივად უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას.